მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი გრუპებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ საკითხს. რას მოელიან თქვენგან, თქვენი გარშემო გრუპები და რა უნდა გააკეთოთ თქვენ. რატო ავიღე ხა ეს თემა? ძალიან ხშირია, როდესაც ჩემთან კონსულტაციაზე მოდიან ადამიანები რაღაცა გარკვეული ტიპის ჩივილებით, მაგალითად ვერ ვაღწევ იმას, ვერ ვაღწევ ამას, არ არის კმაყოფილი ეს, არ არის კმაყოფილი ის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ადამიანები ვართ სოციალური არსებები, უბრალოდ მოთხოვნილება გვაქვს, რომ ვიყოთ სოციუმის წევრები, ვიყოთ, თავი ვიგრძნოთ იმ სოციუმის ნაწილად, რომელიც მიგვაჩნია, რომ ჩვენი წრეა და ასე შემდეგ. მაგრამ ხშირია ხოლმე ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აი ეს მისწრაფება, რომ თავი ვიგრძნო რაღაცა სოციუმის ნაწილად, მე მარკარგვინებს საკუთარი შინაგანი მეს, უმთავრეს მიზანს და ხელს მიშლის მივაღწიო საკუთარი თვით განვითარების საუკეთესო შესაძლებლობებს, ანუ მაბრკოლებს. და რას ნიშნავს ეს დაბრკოლება? ნახეთ, სოციუმიდან ჩვენ ვიღებთ გარკვეული ტიპის ჩარჩოებს, შაბლონებს, ქცევის წესებს, დამოკიდებულების ნორმებს და ასე შემდეგ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში კი ბატონო გვეხმარება, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში არის ხელის შემშლელი, დამაბრკოლებელი და გარკვეულწილად დამახინჯებული წესჩვეულებების, თუ გუნება განწყობილებების, თუ აღქმების, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც გნებავთ ის დაარქვით, მიზეზი და ამ დროს ადამიანს ეუფლება განცდა, რომ სადღაც შუაშია. აი ეს იუმორისტული სკეჩი როა ხომ, არც იქანე მიმიღონა, არც აქანე მიმიღონა, აბა სიტკენ წევიდეო. აი დაახლოებით მაგისთანა ვარიანტია, რომ არც იქ გიღებენ სოციუმი, იმიტომ რომ ზუსტად თქვენ არ შეგიძლიათ მათ მოთხოვნებს სრულად მოერგოთ, იმიტომ რომ თქვენ ინდივიდუალური სურვილებიც გაქვთ. თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ აქეთ თქვენ საკუთარ თავთანაც კომფორტში მოხვიდეთ და რაღაცა სულიერი ჰარმონია შეინარჩუნოთ და ხართ სადღაც შუაში. და აი ეს შუაში მყოფობა არის ყველაზე დიდად დამღუპველი გარემომავალობა, იმიტომ რომ ადამიანმა აღარ იცის როგორ განაგრძოს გზა, საით იაროს, რაზე აიღოს ორიენტირი, რაზე გააკეთოს აქცენტი. და ეს იწვევს ზუსტად იმ დაკარგულობის განცდას, იწვევს უმოტივაციობას, იწვევს ადამიანის რაღაცა შინაგან შფოთვას, იმიტომ რომ ადამიანმა თუ არ იცის საით მიდის, ხო? კი ბატონო, ხანდახან დინების საწინააღმდეგო სიარული საჭირო და აუცილებელი და ზოგჯერ სასიამოვნოც კია, მაგრამ ყოველთვის ამ მდგომარეობაში ყოფნა ეს რა თქმა უნდა არც ერთი ნორმალური ადამიანის ფსიქიკისთვის, ან ნორმალური ფსიქიკა გულისხმობ იმას, აი სტანდარტული ჩვეულებრივი ადამიანის ფსიქიკისთვის არ არის კომფორტის ზონა. ეხლა სწორად გამიგეთ, რას ნიშნავს სტანდარტული ჩვეულებრივი ადამიანის ფსიქიკა. მე არ ვამბობ, რომ ეს რაღაცა ზოგი ვინც ეს აკეთებს სული თავადმყოფი, არა, პირიქით ვამბობ, რომ ადამიანები, რომლებიც მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ ცურავენ, მათ ძალიან მაღალი სულიერი ღირებულებები აქვთ და ხშირად ეს იწვევს აი იმ კონტრასტსა და შეუსაბამობას, რის გამოც ასეთი ტიპის ადამიანებს სტანდარტული სოციუმი ვერ და არ იღებს, იმიტომ რომ ვერ იგებს, ხო, რა უნდა ამ ადამიანს. და ეს ადამიანები ახერხებენ, რომ შინაგანი ცენტრი იპოვონ, მაგრამ ეხლა დღევანდელი ჩვენი გაშლა ეხება ზუსტად ისეთ ადამიანებს, რომლებიც სტანდარტულ წყობილებაში საჭიროებენ, რომ იყონ გარკვეული სოციუმის წევრებიც, ამავე დროს საჭიროებენ, რომ იყონ შინაგანი კომფორტის მდგომარეობაშიც და არ იგრძნონ თავი დაკარგულად. მე მგონი სწორად გამოვთქვი ამ და გაშლის, ამ საჯარო გაშლის შინაარსი და ეხლა ვნახოთ გაშლის ფორმატს ესეც შემოგთავაზებთ, ანუ რას ელოდებიან თქვენგან გარშემომყოფები, ანუ რა უნდათ თქვენგან გარშემომყოფებს. მეორე დასტით გავცემთ შეკითხვას იმ შეკითხვაზე პასუხს,
რა უნდა გააკეთოთ თქვენ სამყაროსეულად. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში, რასაც გარშემოყოფები ელოდებიან, სწორედ ის არის და ის უნდა გააკეთოთ. და ამასაც ვნახავ. შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო იყოს, ხო? ან ნაწილობრივ გასათვალისწინებელი იყოს. აი ესე დავალაგოთ და მესამე დასტით გავაკეთოთ რჩევა იმისათვის, რომ თქვენ მიაღწიოთ აი იმას, რასაც როგორც სამყარო გხედავთ, აი იმ დანიშნულების წერტილს. იმ საკითხის, იმ წერტილის მისაღწევად და რეალიზაციისთვის რა ნაბიჯები უნდა გადადგათ. საკმაოდ ღრმა გაშლა შემოძვირფასებო. ამიტომ დღეს ვარიანტების რაოდენობას არ გავაკეთებ და იმისათვის რომ მიხვდეთ ეს გაშლა თქვენი არის თუ არ არის, ამისათვის გავაკეთებ მხოლოდ იდენტიფიკაციას, აღწერ იმ დაუშვათ გარემოებას, რასაც ახლა გვეტყვის დღეს ტარო და გვეტყვიან ტაროს არკანები და თუ ეს იდენტიფიკაცია თქვენია, მაგ შემთხვევაში არაჩვეულებრივი გააგრძელეთ ამ გაშლის შემდგომ მიყურება. თუ არა და მაშინ დაელოდეთ სხვა საჯარო გაშლას. მანამდე სანამ მე დასტას ვამზადებ, არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გაზიარება, დაკომენტარება ვიდეოს ქვეშ და ასევე Facebook გვერდის გამოწერა, რომელზედაც უკვე არაერთხელ გავუმეორდით ჩემს ვიდეოში, რომ 1000 გამომწერზე როცა ავალთ, სხვა აქტივობებს დავგეგმავ განსხვავებულს, რაც არ დაიდება YouTube-სა და TikTok გვერდებზე. დავიწყოთ, რას ელოდებიან თქვენგან თქვენი გარშემომყოფები. რას ელოდებიან? ნახოთ. არკანი ვარსკვლავი, არკანი თასების ტუზი და არკანი იმპერატორი. ფრიად საინტერესო საკითხია. ნახოთ კიდევ თასების დედოფალი მოვიდა. ხუთიანი თასები, არკანი მაგი. რას ელოდებიან კიდე? თქვენგან გარშემომყოფები. ჩემო კარგებო. დავიწყოთ პირველ რიგში იქიდან, რომ თქვენგან გარშემომყოფები ელოდებიან ემოციების შეკავებას. ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ. ანუ რას გულისხმობ ემოციების შეკავებას? თქვენ შესაძლოა ხართ პიროვნება, რომელიც საკუთარ შეხედულებებს, საკუთარ მოსაზრებებს, უფრო მეტად მოსაზრებებს არა, იცით რა, გრძნობებს, აი ეს მინდა რომ თქვა, გრძნობებს დაუშვათ გეწყინათ, გედკინათ, ხანდახან პირში თქმა გიყვართ. აი არ ხართ ადამიანი, რომელიც მოჩვენებითად იქცევა. აბსოლუტურად ავთენტური ხართ თქვენ პიროვნულად იმ გარემოებებთან და სიტუაციებთან, რაც ვითარდება თქვენს ირგვლივ და არ ერიდებით ხოლმე თუნდაც ამ გარემოსგან დისტანცირებას იმ შემთხვევაში, თუ ეს გარემო თქვენთვის მისაღებ პირობებს არ გთავაზობთ. და რას ელოდებიან თქვენგან გარშემომყოფები და პირიქით ელოდებიან იმას, რომ თქვენ იყოთ იმპერატორის ენერგიაში, ანუ თქვენ აიღოთ სადავეები, მართვის სადავეები ხელში, თქვენ იყოთ ადამიანი, რომელიც სხვას ასწავლის წონასწორობის დაცვას, ზოგჯერ შეიძლება იყოს ძალიან კარგი რჩევა, ზოგჯერ შეიძლება იყოს პირდაპირ მნიშვნელობით ფინანსური დახმარება, ზოგჯერ შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის გაზიარება, ემოციური მხარდაჭერა. თქვენ ადამიანები, თქვენი გარშემომყოფები გხედავენ ადამიანად, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი რესურსი იმისათვის, რომ გააზიაროს და გახდეს სხვისთვის სასარგებლო, ზოგისთვის ფინანსებით, ზოგისთვის ცოდნით, ზოგისთვის შეიძლება კოლეგებიც მიყურებთ აქ და გარკვეული ტიპის მაგიური ან манипуляციებით, ან თუნდაც რა ვიცი, რაღაცა ისეთით, რომ აი კარგ რჩევებს იძლევით საჭირო დროს, ხო? და არ გპატიობენ იმ საკითხს, რომ ხანდახან თქვენ უბრალოდ გჭირდებათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და განმარტოვება.
ანუ არ გპატიობენ იმას, რომ შეიძლება ზოგჯერ იყოთ გადაჭარბებულად სამართლიანი და არ გრთავენ უფლებას იყოთ რიგ შემთხვევაში მოდი პირდაპირ ვთქვათ ეგოისტი. ანუ თქვენ რეალურად საზოგადოება აღგიქვამთ ისეთ ადამიანად, რომ თქვენ უნდა ზიარდებოდეთ. თქვენ უნდა იყოთ ლიდერი. ნახეთ, რამოდენიმე ტიპის ზოგადად ლიდერობის წესები ავიღოთ თუ მიმართულებები თუ როგორც გნებავთ ისე არს თქვით, ხო? და ერთ-ერთი ლიდერობის მაგალითი ძალიან კარგია, რამოდენიმე წლის წინ მოიყვანა დავით გოგიჩაიშვილმა თავის ესეთ ზოგადი გამოსვლის დროს ერთ-ერთი მაგალითი, რომ ჩაის პაკეტივით უნდა იყოს ლიდერიო, ჩადოს ჭიქაში ეს, ანუ გაკეთდეს რამოდენიმე ჭიქა, ჩაი ამ პაკეტით და მერე ვისახსოვს ეს პაკეტი პირდაპირ ნაგვის ურნაში ვარდება და ჭიქა ჩაით ადამიანები იმ რამოდენიმე ჭიქი ჩაით ადამიანები იღებენ სიამოვნებას, იზრდებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა არის გადატანითი მაგალითი, მაგრამ თქვენგან საზოგადოება სწორედ ამ ჩაის პაკეტად ყოფნას მოითხოვს. ესე აღგიქვამენ. თქვენ იმდენად საჭირო ხართ, იმდენად ღირებული ხართ, იმდენად მართლა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ხართ, თქვენ შეიძლება ამას ვერც ხვდებოდეთ რეალურად. რა დონეზე მარტივად შეგიძლიათ ადამიანებამდე მიიტანოთ თქვენი სათქმელი, შთააგონოთ, დეპრესიიდან გამოიყვანოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ძალიან მრავალმხრივი უნარების მქონე პიროვნება ხართ. აქ პირდაპირ მოვიდა მაგის არკანი, ვარსკვლავის არკანი, განდეგილის არკანი, იმპერატორის არკანი, თასების ტუზი, თასების დედოფალი. ეს იცით რამხელა უნარების მქონე პაკეტია. ეს არის ადამიანი პიროვნება, რომლისგანაც იღებენ მაგალითს. საერთოდ მე-17 ენერგიის მქონე ადამიანები, ანუ ვარსკვლავური ენერგიის მქონე ადამიანები, იცით როგორი პიროვნებები არიან? ვარსკვლავის ცხოვრება ხო მუდმივად დაკვირვების ქვეშ არის და ძალიან პირადი და ინტიმური საკითხებიც კი ხშირად გამოდის განხილვის საზოგადოების, მთელი საზოგადოების განხილვის საგანი ხდება არათუ 1-2 პიროვნების, ხო? აი დაახლოებით ეგეთ ვარიანტში ხართ თქვენ. თქვენს თვალში ადამიანები აი ბეწვსაც კი ამჩნევენ, შეიძლება ესე ითქვას და საკუთარ თვალებში დირეც რო იყოს, ეგეც პრობლემა არ არის. ამიტომ თქვენ ძალიან მაღალი სტანდარტი გაქვთ საზოგადოებისთვის და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის შეთავაზებული და ელემენტარულ შეცდომასაც კი არ გპატიობენ. არ გპატიობენ იმას, რომ თქვენ შეიძლება ზოგჯერ იყოთ უხასიათოთ, ზოგჯერ უბრალოდ არ გინდოდეთ საუბარი ადამიანებთან, ზოგჯერ უბრალოდ საკუთარ თავთან განმარტოებას და ფიქრს საჭიროებდეთ, ხო? არავინ არ ფიქრობს საქმე, რასაც უყურებ ჩემო კარგებო, თქვენ გარემოცვას, ახლა ნუ ყველას ინდივიდუალურად ყავს ეგ, მაგრამ ამ გარემოცვის უმრავლესობაც რომ ავიღოთ, თუნდაც სრული არა, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, რომ სრული გარემოცვა. იცით როგორი სიტუაციაა? ყველას თქვენ სჭირდებით იქით და აქეთ არავინ არ ფიქრობს, რომ თქვენც რაღაცა აქეთ გჭირდებათ, იმიტომ რომ თვლიან, რომ აი თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, რომ წესით არაფერი არ უნდა გჭირდებოდეთ. წესით არაფერი არ უნდა გაწუხებდეთ, წესით არაფერი არ უნდა გაღილვებდეთ. აი ზუსტად ეს არის, რასაც თქვენგან საზოგადოება მოითხოვს, ნახეთ, ემოციურ თავშეკავებას და ამ დროს ძალიან ემოციურ მხარდაჭერას გარეთ. ანუ სოციუმს სჭირდება თქვენი ძალიან დიდი დოზით ემოციური მხარდაჭერა, მაგრამ თქვენ შიგნით სოციუმი გხედავთ თავშეკავებულ პიროვნებად, ადამიანად, რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიაში, შინაგან ბალანსში იმყოფება და არ სჭირდება დამატებით კიდე რაღაცა, თუნდაც ზოგჯერ შეკითხვა ელემენტარული ადამიანური, რომ როგორ ხარ? ოღონდ ისე კი არა, აი ინგლისელებმა რო იციან, როგორ ხარ, როგორც გამარჯობა, არა. როგორ ხარ, მართლა როცა ვგრძნობ, რომ ინტერესდება ადამიანი იმით, თუ როგორ ვარ, ხო და როგორ ვართ. აი ეს სიტუაციაა თქვენ სივრცეში, აი ამას ითხოვს თქვენგან სოციუმი, მხარდაჭერას, ემოციურ თავშეკავებას, ანუ თქვენი ემოციების მაქსიმალურად
და თრკუნვას ზომიერად გამოხატვას ან საერთოდ თუ არ გამოხატავთ, ეგეც პრობლემა არ იქნება. და სამაგიეროდ მათ მიმართ უნდა იყოთ გულღია, გულგახსნილი ლიდერი, რომელსაც აზრს კითხავენ, როცა საჭირო იქნება. ხო, ანუ იმპერატორის ენერგიის მქონე ადამიანი ისედაც ბევრს არ ლაპარაკობს, ხომ? ანუ იძლევა რაღაცა მიმართულებებს, ადელეგირებს გარკვეული ტიპის საქმეებს და მერე ისმენს რეზულტატებს, ხო? ან შეიძლება არც ისმენდეს რეზულტატებს, უბრალოდ ხედავდეს, რომ მისმა რჩევამ, მისმა დაუშვათ დარიგებამ, ან მისმა დასახულმა სტრატეგიამ შესაბამის მიზანში მოარტყა და შედეგიც გამოიღო, ხო? აი ეს არის ჩემო ძვირფასებო თქვენი როლი საზოგადოებაში, როგორც საზოგადოება აღიქვამთ. ვნახოთ, ეხლა თუ მოისმინეთ ეს იდენტიფიკაცია და მოგერგოთ და გამოგეხმაურათ, გააგრძელეთ შემდგომი გაშლის ყურება, როგორც გაშლის დასაწყისში ეს უკვე აღმნიშნე. სხვა შემთხვევაში ეს გაშლა თქვენთვის არ არის და ყველა დროს ნუ დაკარგავთ ჩემო კარგებო. ეხლა ვნახოთ შემდეგი შეკითხვა, როგორ ხედავთ თქვენ სამყარო, რა არის, ანუ რა უნდა გააკეთოთ თქვენ? სოციუმი რას ითხოვს თქვენგან, ეგ გავიგეთ. თქვენ რა უნდა გააკეთოთ სამყაროს შეფასებით? რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თუნდაც მოიპოვოთ ჰარმონია საკუთარ თავთან, თუნდაც დაალაგოთ ურთიერთობები საზოგადოებაში და ასე შემდეგ. ვნახოთ აი სამყაროს შეფასებით, ტაროს ენერგიების მეშვეობით დავადგინოთ, რა უნდა გააკეთოთ თქვენ. იმის საპასუხოდ, რასაც თქვენგან ითხოვს თქვენი გარემოცვა. ნახოთ. რა უნდა გააკეთოთ თქვენ? არკანი ჩამოკიდებული კაცი. ნახოთ აქ ღმერთო ჩემო, არკანი ფორტუნას ბორბალი, არკანი სულელი. თუ აკვირდებით, სამი მაღალი არკანი პირდაპირ მოვიდა ისევე როგორც წეღან. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გაშლა ძალიან საჭირო დროს მოვიდა ჩვენთან. 8-იანი პენტაკლები, ნახოთ 4-იანი პენტაკლები. ბოდიში 4-იანი კვერთხები არის აქ. 6-იანი თასები. კვერთხების მეფე. კვერთხების დედოფალი, ძალიან საინტერესოა. და 3-იანი ხმლები. და დასტის ბოლოს გვაქვს არკანი მეტლე, 2-იანი კვერთხები და პენტაკლების დედოფალი. ეხლა გავარჩიოთ ეს არაჩვეულებრივი ტაროს პასუხი იმ მოკლედ უკუ რეაქციაზე, რასაც თქვენგან ითხოვს სამყარო და რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმის საპასუხოდ, რასაც თქვენი გარემოცვა თქვენგან მოელის. პირველი რა მინდა რომ გითხრათ, ნახეთ, თქვენგან სამყარო, თქვენ სამყარო პირველ რიგში აღიქვამთ ნამდვილად ძალიან რესურსულ პიროვნებად. ეს უდაოა და ეს არის სიტუაცია, როდესაც სოციუმის შეფასება და სამყაროსეული ხედვა ამ ნაწილში ერთმანეთს ერთმნიშვნელოვნად ემთხვევა. სოციუმმა თქვენ დაგინახათ მაგის ენერგიით, სამყარო თქვენ ხედავთ ფორტუნას ბორბლის ენერგიით. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოგცათ ყველანაირი რესურსი, ისევე როგორც მაგს, აი აქაც ნახეთ, რამდენი რესურსი აქვს ამ ადამიანს, რომელსაც შეუძლია რომ რასაც მოინდომებს აკეთოს ყველაფერი და მისთვის ფაქტიურად დაუძლეველი გარემოებები არ არსებობს. ამ ნაწილში ეს პრინციპში კარგია, იმიტომ რომ საზოგადოების შეფასება და სამყაროსეული ხედვა თქვენი პერსონის მიმართ ერთმანეთის ავთენტური და იდენტურია. ეხლა ვნახოთ რა უნდა გააკეთოთ სამყაროსეული შეფასებით თქვენ იმის საპასუხოდ, რასაც მოითხოვს თქვენგან თქვენი გარემოცვა. აქ მოვიდა ჩემო ძვირფასებო არკანის სულელის ენერგია. არკანის სულელის ენერგია არის, ახლა ამ დასტაში ცოტა სხვანაირად არის წარმოჩენილი, მაგრამ ზოგადად ეს ენერგია არის სიმართლის მთქმელი ადამიანის ენერგია
რომელიც ერთადერთი იყო პიროვნება ფაქტობრივად სამეფო კარზე, ანუ მასხარას ენერგიას ეძახიან ამას არქეტიპულად და ეს მასხარას ენერგია სამეფო კარზე არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამბობს სიმართლეს, ხან იგავებით, ხან გადატანითი მნიშვნელობით, ხან სიცილით, ხან ხუმრობით, ხან ზოგჯერ მწარედ, მაგრამ აი ზუსტად იცის, რომ ამისათვის არ დაისჯება, იმიტომ რომ ის მასხარაა. ამ დროს თქვენ გირჩევთ სხვათა შორის, ვისაც არ გაქვთ ნანახი, უყუროთ ფილმ ჯოკერს, ხუაკინ ფენიქსის მონაწილეობით, ძალიან კარგად ჩანს ამ ფილმში რამხელად კივილს ატარებს ეს პერსონაჟი, მასხარა თვითონ. თუნდაც იგივე მოხუცი ჯამბაზები, ხო, ჩვენი თეატრი, როცა იყო არაჩვეულებრივად წარმოაჩენს მასხარას პერსონაჟს, რამხელა შინაგან სიბრძნეს, რამხელა შინაგან ტკივილს, რამხელა შინაგან ტრამვებსა და ტრანსფორმაციებს ატარებს ეს პიროვნება, მაგრამ სოციუმი არ ინტერესდება მისით, არ ინტერესდება იმ ჭრილობებით, რაც ამ ადამიანს აქვს. და აი ზუსტად მივედით ჭრილობებამდე. ნახეთ აქ სამიანი ხმლები როგორ არის წარმოჩენილი, ჩემო კარგებო. აქ არის საწოლი, სადაც არავინ არ წევს თუ დააკვირდებით, მაგრამ გვერდზე არის ეს სამიანი ხმლები. გულში ჩარჭობილი სამი ის არის. აი აქ ყვავია და სარკმელი ჩანს, ხო? ეს რას ნიშნავს? ნახეთ, სამყაროსეული შეფასებით. ეს ნიშნავს იმას, რომ დროა, აი ეს ტკივილები დატოვოთ, ადგეთ ამ თქვენი საწოლიდან და იმოქმედოთ. და იმოქმედოთ როგორ? ნახეთ, ერთად მოვიდა კვერთხების დედოფალი და კვერთხების მეფე. აქ კვერთხების დედოფლის აღმოჩენილი ენერგია არის დრაკონი, კვერთხების მეფის აღმოჩენილი ენერგია კი არის მთელს გლობუსზე მონიშნული ერთი კონკრეტული წერტილი. სამყარო რას გეუბნებათ იცით, ჩემო ძვირფასებო, რომ დროა თქვენს სივრცეში თქვენ მონიშნოთ წერტილი, სადაც გინდათ რომ იყოთ. და ამაზე სამყაროსეულად ნებართვა უკვე გაცემულია, ჩათვალეთ. უკვე აღებული გაქვთ ის ბილეთი, რომელიც დანიშნულების წერტილამდე მიგიყვართ. თქვენ საკამარისად ბევრი გაეცით, საკამარისად ბევრი დარტყმაც მიიღეთ, რამაც ძალიან გაგზარდათ, იმაზე ბევრად მეტად გაგზარდათ, ვიდრე თქვენ საერთოდ შინაგანად საკუთარი თავი შეაფასეთ ან აფასებთ მოცემულ მომენტში. ანუ ხშირად არის ისეთი მომენტი, აი წეგან გითხარით იდენტიფიკაციის დროს, რომ ისე მარტივად შეიძლება აძლევდეთ ადამიანებს რჩევებს და დარიგებებს, თქო რომ თქვენთვის იყოს ჩვეულებრივი ამბავი და ამ დროს იმ ადამიანისთვის მთელი ცხოვრების გზა შეიცვალოს იმ თქვენი ერთი სიტყვით. ეს რას ნიშნავს? ნახეთ, ეს არის ბრძენის ენერგია და ეს არის ამავე დროს ვარსკვლავის ენერგია, რომელიც სუბუქად ცვლის ადამიანის ბედს თავისი პირადი მაგალითით და თავისი პირადი გამოცდილებით. რაც შეეხება თვითონ ძალიან მნიშვნელოვანია აქ, რომ ყურადღება გამამახვილოთ ჩამოკიდებული კაცის არკანის ენერგიაზე. აქ რას ნიშნავს? ნახეთ, სამყარო თქვენ რას გეუბნებათ იცით? თუ თქვენთან არ მოვლენ თხოვნისთვის, თუ თქვენთან არ მოვლენ იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროთ, თქვენ გაქვთ საკმარისი წონასწორობა და არ იმოძრაოთ ზედმეტად. თუ არ გთხოვთ, ანუ ზოგადად მაგის ენერგიის მქონე ადამიანისთვის ძალიან რთულია გაჩერდეს ერთ სივრცეში, საკუთარ თავთანაც გაჩერდეს, განა იმიტომ რომ ამ ადამიანს საკუთარი თავის მიმღებლობა არ აქვს, არამედ იცის რომ საჭიროა და მუდმივად მზად არის რომ როცა ეს ენერგია პლუსია, მუდმივად მზად არის რომ ეს გააზიაროს, იყოს სოციალური. და ამ დროს სამყარო გეუბნებათ იმას, რომ კი ბატონო, თქვენ გაქვთ მაგის ენერგია, კი ბატონო, თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი რესურსი, კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ ყოველთვის ზუსტად მიზანში მოარტყათ თქვენი სათქმელი, მაგრამ ეს აღარ გააკეთოთ, აღარ არის საჭირო, საკმარისი გააკეთეთ და გააკეთეთ აწი მხოლოდ მასთან, ან იმ ადამიანების კონკრეტულ შეზღუდულ წრესთან, რომელსაც ეს უკვე ჭირდება. სხვა შემთხვევაში თქვენთან ადამიანები მოვლენ, უკვე დააფასებენ, თუ თქვენ არ აფასებთ იმ თქვენს
უნარებს, თქვენს რესურსებს ის ადამიანები საერთოდ არ დააფასებენ, აიღებენ ასაღებს, როგორც დაუშვათ, რა ვიცი, მარკეტში შედიან, იქ კიდე თანხას მაინც იხდიან იმ პროდუქტისთვის თუ რაც გინდათ რო იყიდონ და მოაქვთ, თქვენთან ამასაც აღარავინ აღარ იხდის. ემოციურ მადლიერებასაც კი აღარავინ გიტოვებთ, იმდენად ბევრჯერ მიაჩვიეთ და გააზიარეთ ეს თქვენი თავი და უნარები, ხო? აი სამყარო გეუბნება ზუსტად ამას, რომ სანამ არ მოვლენ, სანამ არ გთხოვენ, სანამ არ გადაიხდიან, არ გასცეთ. შეიძლება მაშინაც გასცეთ უსასყიდლოდ, მაგრამ აღარ დაიხარჯოთ. იქით არ ეხვეწოთ ადამიანებს არაფერი, რომ აიცი რა, მე ეს მაგ და მოდი წაიღე. ვისაც უნდა, ის აუცილებლად მოვა და წაიღებს თქვენგან რაღაცას. და ვისაც არ უნდა, სულ რომ ესე ლანგრით მიართვათ, მაინც არ იქნება მადლიერი. აი ამისი თქმა მინდა ჩემო კარგებო. და ასევე რას უყურებს თქვენგან სამყარო, ნახეთ, 8 პენტაკლების ენერგია მოვიდა. და აი აქ ხედავთ, რომ გოგონა ამზადებს ტექსტურას, რომელშიც ურევს პენტაკლების ენერგიას, ცოტა ცოცხლის ენერგიასაც, ანუ ცოტა მაგიას, ცოტა ქარიზმას და ძალიან დიდ თავდაჯერებას. ეს ხართ თქვენ. ანუ თქვენ გაქვთ ყველაფერი სამყაროს შეფასებით, რაც უკვე დროა რომ გამოიყენოთ, დაატრანსფორმიროთ და აქციოთ რაღაცა სხვათ. ნახეთ, აი ზოგჯერ პენტაკლების ენერგია პირდაპირ გამოსახულია, 8 პენტაკლებზე მაქვს აქ საუბარი, როდესაც აი ადამიანი თლის და ჭედავს იმ თითოეულ პენტაკლს, ხო? აი ამ შემთხვევაში დააკვირდით, პენტაკლები ცალკეა მიქსტურაზე პენტაკლი ახატია, მაგრამ მიქსტურა ძალიან ბევრი ელემენტისგან შედგება. ეს ძალიან ბევრი ელემენტი სწორედ თქვენი გამოცდილებაა, სწორედ თქვენი ცხოვრებისეული დააგროვილი, ძალიან დიდი და ღირებული ცოდნაა, რომელიც უკვე დროა რომ შეაზავოთ, უკვე დროა რომ რაღაცა სახეცვლილება გააკეთოთ და ეს თქვენი მრავალმხრივი ცნობიერება გარდაქმნათ ერთ ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან ღირებულ პროდუქტად, რომელიც სხვა სიცოცხლეს მოგცემთ როგორც თქვენ. იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ რაღაცა ტიპის ტრანსფორმაცია რომ გაიაროთ, იმისათვის რომ აი ეს წყენები დატოვოთ. აი ეს არის ზუსტად. ეს წყენები უნდა დატოვოთ, საკამარისია უკვე დაუშვათ ის რაც გააზიარეთ, ყველაფერი ჩათვლილია, ასე რომ ვთქვათ, თქვენს ჩათვლის წიგნაკში და ეხლა უკვე დროა რომ იფიქროთ თქვენს თავზე. ნამდვილად არის ამისი დრო. ერთადერთი რაც თქვენ გჭირდებათ არის არჩევანი და არის გადაწყვეტილება. ნახე, არჩევანი მოვიდა აქ პირდაპირ რაინდ ბოდიში მეეტლის ენერგიით და აი აქ მოვიდა პირდაპირ ორიანი კვერთხები, რომელსაც ესეთი გლობუსი უჭირავს ხელში. თქვენი არჩევანია. გნებავთ გადაადგილება, შეიძლება ქვეყნის ცვლილება იყოს, ან შეიძლება იყოს პირდაპირი მნიშვნელობით სოციუმის ცვლილება, შეიძლება იყოს ქალაქის ცვლილება, შეიძლება იყოს თქვენი პროფესიული არეალის ცვლილებაც მათ შორის, მაგრამ ეს ცვლილება არის აუცილებელი და ძალიან საჭირო ისევ და ისევ თქვენთვის. იმიტომ რომ თქვენ ხო გაქვთ მოთხოვნილება მაგის ენერგიით, რომ იყოთ საჭირო საზოგადოებისთვის. აი თუ ამ ცვლილებას არ განახორციელებთ, თუ საზოგადოებას თქვენ საჭიროებას სხვანაირად არ დაანახებთ, ხანდახან უნდა დააკლო ადამიანს რაღაცა რომ მიხვდეს და გაიაზროს რომ რაღაცები აკლია, იცით? უნდა მისცე იმ ადამიანებს ან სიტუაციას, ან გარემოებებს იმისი გაცნობიერების ნება, რომ თქვენ ხართ საჭირო. თუ თქვენ მუდმივად გადაავსებთ სივრცეს თქვენი ენერგიით, ვერავინ ვერ მიხვდება, რას აკეთებთ რეალურად. აი ხანდახან უნდა მოზომოთ თქვენი ენერგია, უნდა დააკლოთ ადამიანებს თქვენი საკუთარი მე, ეს არ არის ეგოიზმი და აგრძნობინოთ და აღიარებინოთ, ან ბოლო-ბოლო მიიყვანოთ იმ გაცნობიერებამდე, რომ ის რასაც იღებს თქვენგან საზოგადოება ერთი ინდივიდი თუ რამოდენიმე თუ ზოგადად სულ ყველა
საჭიროა დაფასება ამ ყველაფერს. ამიტომ ამბობ, ხანდახან უნდა დააკლდეთ ადამიანებს იმისათვის, რომ მათ დაგაფასონ. ვინც აღარ მოგძებნით ამ ეგრეთ წოდებული ნაკლოვანებების და დაკლებული თქვენი წუთების გამო, ის თქვენი ადამიანი ისეც არ იყო. მხოლოდ იმიტომ იყო თქვენს სივრცეში, რომ თქვენგან იკვებებოდა. როგორც კი გადაკეტეთ საკვები ონკანი, იმ ადამიანმა ადგა და სხვა მოძებნა, რომელზედაც დაუშვათ ან დაეყრდნობა, ან რომელიც გამოყვებავს, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ შემოკარგებო, ხანდახან ადამიანებს მიეცით თქვენი მოსაკლისების დრო. და გააცნობიერებინეთ, ანებით ან უნებლიეთ, რა აკლდებათ თქვენი ყოფნით, არ ყოფნით უпростоრად და რა ემატებათ თქვენი ყოფნით. ეხლა ვნახოთ რჩევა რა უნდა გააკეთოთ თქვენი მისათვის, როგორც ვთქვით, შეცვალოთ, ანუ რაღაცა ის მიქსტურა რაც არის, ის რომ შეცვალოთ, ის რომ სისრულეში მოიყვანოთ, აი რა უნდა გააკეთოთ კონკრეტულად, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ იმისათვის, რომ თქვენი საკუთარი თავი დაატრანსფორმიროთ. ნახოთ აბა რა უნდა გააკეთოთ. რა უნდა გააკეთოთ? 6-იანი ხმლები, 6-იანი თასები და არკანის სამართლიანობა. 9-იანი თასები, ხმლების პაჟი, არკანი ძალა, 7-იანი კვერთხები, 3-იანი პენტაკლები და 5-იანი თასები. დასტის ბოლოსაც მოვიდა 6-იანი კვერთხების ენერგიით, იეროფანტით და 10-იანი ხმლებით. აი მინდა რომ განახოთ. ნახეთ როგორ ხედავთ სამყარო იმის მერე, რასაც თქვენ შეცვლით, როგორი უკან მოტოვებული სევდა გაქვთ, როგორი მზარდი ბედნიერება და კმაყოფილება გაქვთ და როგორი ხელგაშლილი ელოდებით თქვენს კუთვნილ ჯილდოს, რომელიც ნამდვილად დაიმსახურეთ, ხო? ეხლა რა უნდა გააკეთოთ რჩევის სახით, რომ მიიღოთ ის, რაც უნდა მიიღოთ სამყაროსეულად, რაზეც უკვე დასტური, როგორც უკვე წეგან აღვნიშნე, გაცემულია სივრცეში, უკვე არსებობს ეგ რეალობა თქვენთვის. პირველ რიგში რა მინდა რომ გითხრათ აქ ჩემო კარგებო და არის ის რომ საკუთარ თავს მისცეთ სისუსტის უფლება. მისცეთ შეცდომების დაშვების უფლება. მისცეთ იმის ნახეთ უბრალოდ მისცეთ კი არა აღიაროდის ხმამაღლა რომ თქვენში არსებობს როგორც ნათელი ზუსტად იგივე დოზით ბნელი მხარე. აქ ნახეთ როგორი სამართლიანობის არკანია. ხედავთ, აქ როგორი ნათელი სახი აქვს და აქედან არც თუ ისე ნათელი არა, აქ არის ადამიანი, რომელმაც ბევრი ტკივილი გამოიარა, ბევრი უსამართლობა ნახა და თავად გადაწყვიტა სამართლიანობის აღდგენა, ხო? შეიძლება ზოგისთვის უსიამოვნო მეთოდებით, მაგრამ მერე რა. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ყველასთვის კარგი ვერ იქნებით. ეს მაქსიმალიზმი, რომელიც გახასიათებთ და რომელიც ასევე ახასიათებს თქვენ იდენტიფიცირებულ ენერგიას, ეს თქვენ გჭამთ, თორე სხვას არავის არ აზიანებს, ჩემო კარგებო. ეს შეცდომების მიუტევებლობა, ეს შიშების არ მიღება, ეს სიტუაციის კონტროლის განუწყვეტელი მოთხოვნილება და ამ დროს იმის გაცნობიერებაც, რომ ვერაფერსაც ვერ აკონტროლებთ, იმიტომ რომ ხო ხედავთ როგორ უნიჩბო ნავში ზიხართ ხო რეალურად. აი ეს თქვენ ძალიან გდრგუნავთ. ეს უნდა მიიღოთ, ჩემო კარგებო, უნდა მიიღოთ და უნდა მიენდოთ. აი ზუსტად აქაც და აქაც სამართლიანობის არკანზეც და ძალის არკანზეც ორგვარი სახეა წარმოჩენილი, ხო, აქაც და აქაც. ეს ორგვარი სახე ნიშნავს იმას, რომ თქვენში არის და ყველაშია ეს, უბრალოდ სულელი უნდა იყო ადამიანი და ბრმა რომ თქვა რომ არა მე მაინც და მაინც ფრთებ გამოსხმული ანგელოზი ვარ, ან მაინც და მაინც დემონი ვარ, ხო?
ფილმია ქართული ხა და მავიწყდა ყველა ადამიანში არისო რაღაც რის გამოც შეიძლება გიყვარდეს მომაკვდავი მამაეუბნება შვილს რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ადამიანი ან მინიმუმ გებრალებოდეს მაინცო აი ზუსტად ეს არის ჩემო ძვირფასებო თქვენგან არავინ არ მოითხოვს იდეალურობას ეს სხვაზე კი არა თქვენზია პირველ რიგში ეს წინადადება რაც ახლა თქვი რომ თქვენ უნდა გააცნობიეროთ რომ თქვენი იდეალურობა არის მხოლოდ თქვენს ტვინში და სანამ თქვენ არ მისცემთ საკუთარ თავს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არავინ არ მოგცემთ ჟანგბადს გამზადებულს არავინ არ მოგცემთ მხოლოდ საავადმყოფოშია გამზადებული ჟანგბადი და მგონი იქ აღმოჩენა თქვენი პირადი მიზანი არ უნდა იყოს და არც ერთი ჩემი მსმენელის ხო აქ ამიტომ მიეცით საკუთარ თავს აპატიეთ დაშვებული შეცდომების საკუთარ თავს რასაც დაუშვებთ ისიც აპატიეთ და გააცნობიერეთ რომ ეს არის ზრდის ფაქტორი და ზრდისთვის აუცილებელი კომპონენტი აი მაშინ თქვენ შეძლებთ რომ ყველაფერი დაინახოთ გაცილებით უფრო მარტივად გაცილებით უფრო მსუბუქად ვინც გასაშვებია გაუშვათ ვინც მისაღებია მიიღოთ თქვენ შეიძლება რაღაცები არ გამოგივიდეთ თქვენ შეიძლება იყოთ დეპრესიაში მიეცით საკუთარ თავს მარტო ყოფნის უფლება რა მოხდა მერე წეღანაც ხუთიანი თასები ამოვიდა და აქაც ამოვიდა ხუთიანი თასები ნახეთ ანუ არ გიღებთ სამყარო ისეთ რომ თურმე რაღაცა ხასიათზე არ ახართ თურმე რაღაცა თქვენ არ გინდათ თქვენგან ნათქვამ არას სამყარო რატო არ იღებს იცით? იმიტომ რომ თქვენ არას თქმა არ იცით. თქვენ ყველა ნათქვამ არაზე იმხელა შინაგანი წოლა გაქვთ და იმხელა შიში გაქვთ და იმხელა ფიქრის გორა გეცემათ მერე თავზე რომ არიქა ის რას იფიქრებს, არიქა ესე რომ ეს არა ფაქტობრივად თქვენი ფიქრის პროცესშივე ნელ-ნელა კით ტრანსფორმირდება. ამ დროს შეიძლება თქვა რომ არ მინდა, არ არის მისაღების მოცემულობა, რასაც ახლა თავაზობთ მე თქვენ და არ მინდა დღეს თქვენთან ერთად სასეირნოდ წამოსვლა. არ მინდა იმ ადამიანისთვის გაღიმება, რომელიც მიმაჩნია რომ ჩემ ზურგს უკან არ ლაპარაკობს თლად კარგად ჩემზე. არ მინდა იმ სამსახურში სიარული, სადაც არ მაფასებენ. არ მინდა იმ მეგობართან მეგობრობა, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი მხრიდან არის მეგობრობა, მხოლოდ მაშინ არის მეგობრობა, როდესაც მე ვჭირდები და არა მე როცა მჭირდება აქეთ. მიხვდით რაშია საქმე? ამიტომ თქვენ უნდა თქვათ არა, უნდა ისწავლოთ არას თქვა და პირველ რიგში ეს არები უნდა უთხრათ საკუთარ თავს. აი დღეიდან მაგალითად აღარ ვინერვიულებ რაღაცაზე, რაც აქამდე ძალიან მაღელვებდა მაგალითად, იმიტომ რომ მივხვდი რომ აზრი არ აქვს ამ ღელვას. და მეორე და უმთავრესი. არ დაგავიწყდეთ რომ რაც არ უნდა უნარჩვევების მქონე პიროვნება იყოთ, თქვენ ხართ სამყაროს მხოლოდ ერთი ძალიან მცირე ნაწილი და უამრავი ენერგია, უამრავი ძალა და მაღალი მატერიებია, რომელიც თქვენ აღგემატებათ. თქვენ თუ ამბობთ რომ მე კარგი ვარ, ისიც ასევე უნდა, ანუ მართლმადიდებლობაში, ქრისტიანობაში და ძალიან ბევრ კიდე რელიგიაში არის ის, რომ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს თავისი უმნიშვნელობა, ოღონდ საკუთარ თავის გაუფასურებას კი არ ნიშნავს. ეს ნიშნავს სამყაროსთან თანხმობას, რომ მე ვაცნობიერებ, რომ მე მაქვს ის უნარები დროებით და მადლიერი ვარ, რომ ეს უნარები მაქვს, მაგრამ ასევე ვაცნობიერებ იმას, რომ ამ უნარების გამოყენების ნებას მე კი არ ვთავ საკუთარ თავს. სამყარო მაძლევს ამის კეთილშობილურ ნებას. ცოტა რთული გასაგები შეიძლება იყოს, ახლა ეს მე რასაც ვამბობ, მაგრამ ვინც ჩემი დიდი ხნის მსმენელები ხართ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას აღიქვამთ სწორად და გაიგებთ. მოკლედ ასე, ჩემო ძვირფასებო, ცოტა კი გამიგრძელდა ეს გაშლა და გამიგრძელდა სიტყვაც ზოგი აქ კომენტარებში იმასაც მსაყვედურობს, რომ ამდენი საუბარი რა საჭიროა გეგონება ვიღაცა აძალებდეს, რომ დაჯდეს და მომისმინოს, ხო? ესეც მათი არჩევანია. მაგრამ პარადოქსია, მაგრამ ფაქტია. მოკლედ, ჩემო კარგებო, ვისაც არ გნებავთ ჩემი არხის მოსმენა, პრობლემა არ არის. მე აქეთ არ დაგდებთ. აი, არას თქმა ესეთი ვიცი მე პირდაპირი
მე არავის არ დავდევ, არავის არ ვეხვეწები, რომ აქ დასხდეთ და მომისმინოთ. ვინც დაწერს კომენტარს, რომ აი ამდენს რატო ლაპარაკობ, ამდენს რატო ჩეხავ კარტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველასთვის გზები დამაგელცნია ჩემო ძვირფასებო. არც ერთი აღარ დაგინახოთ ჩემ არხზე და ჩემ კომენტარებში, ძალიან გთხოვთ დამდეთ პატივი და მიბრძანდით დალოცვილები ჩემი სივრციდან, როგორც იტყვიან. აი ესე. მე მგონი გასაგებია, რა უნდა ქნათ, რა უნდა შეცვალოთ, მე იმედი მაქვს, რომ მისთვის, ვისთვისაც იყო ეს გაშლა, ძალიან ბევრ და რესურსულ ინფორმაციას აიღებდით და ჩემს მუდმივ მსმენელებს, ჩემს საუკეთესო გულშემატკივრებს თავისთავად ცხადია გელოდებით ისევ კომენტარებში. გისურვებთ ბედნიერ დღეს, გისურვებთ სული სიმშვიდეს და თქვენი მიზნებისა და ოცნებების საუკეთესო გზით განხორციელებასა და მიღწევას. დროებით.